მოგესალმებით შემოკარგებო, მინდა შემოგთავაზოთ ცომი, რომელიც გამოგადგებათ ნებისმიერ ქადებში, ხაჭაპურში, ლობიანში, ასევე გამოდგებათ ჩებურეკებისთვის და სხვადასხვა ჯემიან ნამცხრებში. რადგანაც მარხვა იწყება, შეგიძლიათ წყლითაც მოამზადოთ. თუმცა მე ახლა შემოგთავაზებთ და თქვენს თვალწინ მოვზელ კეფირით. ცომის მომზადების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში. ამ თასში ჩასხმული მაქვს 1 ჭიქა კეფირი, 1 ჭიქა ზეთი, 1 ჩაის კოვზი გადალესილი სოდა, წიკვი მარილი და წიკვი შაქარი. ახლა თქვენს თვალწინ დავამატებ ჭიქით ქვილს და მოვზელ ცომს. ჭიქის გრამობას არ აქვს მნიშვნელობა. რა ჭიქითაც დაახლოებით 200 გრამი ჭიქით თუ აიღებთ წყალს, ზეთს, შეიძლება კეფირითაც და რა თქმა უნდა მაწონით და რძით, იგივე რაოდენობის უნდა გაუკეთოთ ზეთი, იგივე რაოდენობის ფქვილი. ვიწყებთ ცომის მოზელვას. აი ასე მე ამ ჭიქით. აი შეიძლება აქ დამზადებული მაქვს ცოტა ფქვილი, შეიძლება დამჭირდეს, რადგანაც სოდა დავამატე, შეგიძლიათ არ დაამატოთ. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც არ ამატებთ სოდას, იმ შემთხვევაში ფქვილის დამატება მეტი აღარ გინდათ. ეხლა მე აქ დავამატე მასას ცოტა სოდა და ამიტომ დამჭირდება ცოტა უფრო მეტი ფქვილი. მე განახებთ ამ ცომით მომზადებულ ქადებს. ასე ამას ასე მოვზელს. აქ შეიძლება ახლა ამ ცომს მე დავასვენებ ცოტა მეტი ქვილის მოზელვაც, დამატებაც. ცოტა რა ჭიქითაც ავიღეთ ზეთი და კეფირი, იმ ჭიქითაც გაუკეთებთ ფქვილს და რადგანაც მე დავამატე სოდა და შაქარი და მარილი თავისთავად, ცოტა მეტი ფქვილის დამატება დასჭირდება. დაახლოებით იმ ჭიქითვე ჭიქა ნახევარი. აი ასე. უნდა იყოს თხელი ცომი. მე იმიტომ გაჩვენებთ ამას, რომ ეტაპობრივად თვითონ ცომი გეუბნებათ რანაირი სისქე უნდა ჰქონდეს ამას. ჩვენ გვჭირდება კიდევ ფქვილი, თან გზელთ, ესე. დაახლოებით რა სტრუქტურულ უნდა იყოს. ესე იგი, როდესაც არ ვამატებთ სოდას,
არც შაქარს, მარილი რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში უნდა. ამ შემთხვევაში სჭირდება იმავე ჭიქით ქვილი. ახლა მეტი მოითხოვა და განახებთ, რომ რა სისქის უნდა გამოვიდეს და რა სტრუქტურის და რა დროს უნდა გაჩერდეთ. მას მე დავასვენებ, თავისთავად ცხადია ცოტა ოდნავ კიდევ საჭიროებს ფქვილს, არაჩვეულებრივი ქადები გამოვა. ამითი, რასაც დაგიზიარებთ, რა თქმა უნდა. აქ ჩერდებით უკვე. ამ ცომს დაახლოებით 20 წუთი დავასვენებ. მერე ერთს აქვე თასში გადავზელავ, ცოტა ფქვილს დავამატებ და მერე რა თქმა უნდა იხილავთ. ეს ამითი გამოდის ძალიან კარგი ხაჭაპურებიც. ეხლა უნდა საჭიროებს ცომი დასვენებას. ეყოფა ამას უკვე. და შემდეგ ნახავთ ამ ცომისგან გამომცხვარ ქადებს. ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით დავაგრძელებ უკვე შემდეგ უკვე გამომცხვარის გაზიარებას.